დღეს ქართული კლასიკოა და ვიმყოფებით ქუთაისში. ვინც კომაგების ეპიზოდებს თვალსადევნებს, გეცოდინებათ, რომ პირველ კლასიკოს დავესწარი დინამო არენაზე, რომელიც სამწუხაროდ არც ისე სანახაობრივი გამოდგა და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ისე ბევრი გულშემატკივარი იყო ტრიბუნებზე, რომელთა აზრსაც მოვისმენთ. ახლა ვიმყოფები ქუთაისში, ნახოთ როგორი თამაში იქნება, რამდენი გულშემატკივარი დაესწრება ამ თამაშს და რას ფიქრობენ ქუთაისელები. და გევიმარჯვოთ ახლა და ტორპედო, მაგრამ ვის უნდა უგულშემატკივრო, მაგრამ ანგარიში მე მინდა რომ მევიკოთ 5-0, მაგრამ არ ვიცი რამდენად შესაძლებელი არის. ახლა იმნაირ ხოძე ვარ ქუთაისელები, მე მგონი მოგზავნე მევიგოთ, მაგრამ აიც ალბათ 3-1 იყოს. აბა რა, ქუთაისელი მაგრები ვარ. ის გაუმჯობესებას ისურვებდი ტორპედოში. არაფერია რა გასაუმჯობესებელი. რა ვიცი, ნენელა ვითარდება და უფრო კაი ხდება ყველაფერი. რავი, ხალხიც თვითონ რავი დიდად არ დავდივარ ფეხბურთებზე, უფრო ტორპედოს თამაშებზე დავდივარ. აი, ქუთაისური რო არის, ქუთაისელები მიყვარს და ტორპედოც მაგიტო მიყვარს და რავი, ცუც ვერ ვიტყვი, რაც არ უნდა ქნა, დღეს მაინც იქნება მისაღები ჩემთვის, მაგრამ იმედია გევიმარჯვეთ. ასე თყოდი გულშემატკივარს, რომელიც არ დადის საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე, შენ რატომ მოხვედი? მე იმიტომ მევედი, რომ მიყვარს, ჩემი ქალაქი მიყვარს. ქალაქი თუ გიყვარს, არის ახლა 9 საათი. ის ყველა სამუშაო რაღაცა დაკავებული აქვს, მე მგონი მოდეში ახლა თუ ვინმე ახალ მოშავოს, აბატენია. რავი, თუ დავუდგებით ჩვენ გუნდს, ხო, კაი იქნება ბიჭებსაც მიეცემათ მოტივი და საერთოდ ემოცია არის სხვა. აქ მოდიხარ, ფეხბურთს თუ გინდა არ უყურებდე, მაინც მაგარია და აგისტორდებათ რა. მოდით ტორპედოზე. ქუთაისის ტორპედოს და დიდი ალბათობით 1-0-ს მოვიგებთ. წვრთნელი არის ჩემი შესასვლელი. რა თქმა უნდა, მომწონს თამაშები, მით უმეტეს საქართველოს გუნდი არის ყველას ერთნაირად საგულშემატკივრო არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი საყვარელი გუნდი არის ტორპედო და ვისურვებდი რომ მოეგოს ეს ჩემპიონატი. რა თქმა უნდა, ქუთაისის ტორპედოს. დღეს მდგომარეობით არის რამე ისეთი ის შესვლასაც ისურვებდი. ბევრამეს კი ვისურვებდი, მაგრამ ჩემზე არაა დამოკიდებული. აი რამე ხო არ არის ისეთი ან რომელიმე პოზიციაზე გაძლიერება ან რამე მსგავსი. ყველა პოზიციაზე ჭირდება მინიმუმ 1 ფეხბურთელის დამატება. შემცვლელიან. არა მარტო შემცვლელი, ძირითადი სპორტსმენი. ვარ სტადიონზე რომ ფეხბურთს გულშემატკივრობ და პირველ რიგში ქუთაისის ტორპედოს. ახლა სხვის მაგივრად ძნელია იმის დაფიქსირება, რატო არ დადის. თუ უყვარს ფეხბურთი, უნდა მოვიდეს სტადიონს. მით უმეტეს ქალაქის გუნდის თამაში საგულშემატკივრო. ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს, ესე სიმართლე გითხრა. გუნდში, რა თქმა უნდა, რა ვიცი, ტრეინერი შეცვლა გვინდა. ყველა ქუთაისელს. მაგრამ მე მგონი მოუმატებენ, მაგრამ ცოტა ეჭვმეპარება. მას ვისურვებდი, რომ ტრეინერი უნდა შეიცვალოს. და მე თავისთავად დალაგდება ყველაფერი. რაც თავი მახსოვს, დაუძინებელი მტრები ვარ ჭალებში რო თქვა რა. სხვანაირი ეშხია ჩვენ თამაში. დინამო და ტორპედოს თამაში, სხვანაირი ეშხია, სხვანაირი მოლოდინებია ყოველთვის. იმედია აქ შეკლებული გულშემატკივრებს გაუმართლებათ ეს იმედები და დიდი ანგარიშით მოიგებს ტორპედო. თან მნიშვნელოვანი თამაშია, გჭირდება თან დინამოსთან მოგება ყოველთვის მეტად ამაღელვებელია. ამიტომ ნახოთ რა იქნება თამაშზე და იმედია ტორპედო გაახარებს ქუთაისელი გულშემატკივრების გულებს. ეროვნულ ჩემპიონატს უყურებ მეტნაკლებად, ძირითადად ტორპედოს თამაშებს უყურებ, იმიტომ რომ ტორპედოთი გავიზარდე, ტორპედოთი ავიდგე, როგორც ჩანს ფეხი. ხო და რა ვიცი, ტორპედოში ჩემი აზრით არ მუშაობს სწორად რაღაცეებში შესაძლებელია. მაგრამ ფიქრობ, რომ ყველაზე მეტი ბიუჯეტი ამ წუთას და ყველაზე მეტი გასაქანი ტორპედოს აქ ამ შემთხვევაში რაღაც ვითარდება ამ სტადიონზე, თუმცა ხო, არა. და ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ტერესელიძესაც, პრეზიდენტსაც შეუძლია რომ რაღაც უფრო მეტი შეექმნას. ხედავთ რომ აკადემიასაც მიხედა და ჩემი აზრით აკადემია კარგი გუნდის საწინდარია და რა ვიცი, მე მგონი წინაკვირა ძალიან კარგი იყო ჩვენთვის ტორპედოსთვის და კარგად მიმდინარეობს. ყველა ასაკობრივი მოიგო წინაკვირაში აბსოლუტურად და იმედია კარგად დაიწყება აქ მუშაობა როგორც ასაკობრივებში, ისე დიდ გუნდებში და ვნახოთ. იმედია გაამართებს ქუთაისელი გულშემატკივრების გულებს, როგორც გუნდი, ასევე მათი მფლობელები და პრეზიდენტები. თუ ითხოვთ რომ კარგი გუნდი გყავდეთ, კარგი გულშემატკივრები უნდა იყოთ პირველ რიგში. ამას ვამბობ მე, მეტი არა. ეს ლიგა და ზოგადად ეს ტურნირი
ტორპედოს ძალიან დიდ ასე რომ ვთქვათ, წინსვლას მიცემს უფრო დიდი და მაღალ ტურნირებისთვის. ანუ ზოგადად ადევნებ თვალს როგორც მივხვდი ეროვნულ ჩემპიონატს, ხო? კი. რა შეგიძლია უთხრა იმ ადამიანებს, ვინც არ დადის ეროვნულ ჩემპიონატზე? თქვენ რატომ თუ მოხვედით? ფეხბურთი უყვარდა, ფეხბურთს ადავნებელ თვალყურს, აუცილებლად უნდა იარო, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო თავიანთი ქალაქელების გუნდი არის და ამავდროულად მარტო ქუთაისკია და ქუთაის მაცხოვრებლებს კი არა, ზოგადად გუნდს იმ ხელშტაბეჭდილება აქვს, რომ მე პირადად მსურს, რომ ვიხილო უფრო და უფრო მაღალ ტურნირებს, მაგალითად, როგორ ვთქვა, ჩემპიონთა ლიგაზეც. აი ხარისხი როგორია თამაში? ხარისხი ნორმალური. საქართველოს ჩემპიონატი პირველ რიგში დონის, ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს. რეიტინგშიც აი ისე. და უფრო მეტი ფეხბურთელი უფრო კაი დონის ფეხბურთელებს ჩამოვიყვანი და უფრო ქართველ ფეხბურთელებს მიცემი შანსი ვიდრე უცხოელებს საქართველოში. მე ქუთაისელი ვარ და ამიტომ მოვიდა. ბევრს ისე მიზეზიც აქვს რატო არ მოდიან რა. სულ შედეგაც ოდევ და ხარსაც აღარ გაუჩნდა სრული რომ მოსულიყვნენ. მაგრამ თქვენ ხომ მოხვედით? მე კი და დინამოსთან თამაში ვარი, ბევრი ქუთაისელი ამიტომ მოდის რა. ისეთი დერბი არის ქუთაისის, სულ დადიან ხალხი. ქუთაისის სხვა საშინაო თამაშებზე არ არის ესეთი დასწრება. ამდენი ხალხი არ დადის, მაგრამ ქუთაისში არ უჩივდნენ, მაინც დასწრებას დადის ბევრი ხალხი, მაინც თამაშობს. დღეს ეს ხალხი ყველა ვინც ავარ სტადიონზე მოგების გამო ვართ მოსული აქ. მე ვფიქრობ რომ 1-0 დამთავრდება ტორპედოს შესაძლებლად. თუ უყურებ საქართველოს ჩემპიონატს? კი. რატო? რავი, ფეხბურთი ცხოვრობ თელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობიდან და მიყვარს ფეხბურთი და მაგითო ვუყურებ. ეს არის პირველი მიზეზი და მეორე მიზეზი ის რომ ჩემი ახლობელი ყოფილი გუნდელების თამაშობენ, აი ჩვენი დიეგო დეისაზე, ჩემთან ერთად ვარჯიშობდა რამოდენიმე წლის უკან და კიდევ გვაქვს კარგი მეგობრული ურთიერთობა დღემდეც. ყავს მე სამეგობრო, რომელიც ვერ წამოვიყვანეთ დღეს სტადიონზე, მაგრამ ყველას თავისი საქმე აქვს და ყველას თავისი გემოვნება აქვს. ზოგს არ უყვარს ფეხბურთი, ზოგს უყვარს. ასია. აი დიეგო რავი, ჩემი აზრით ბოლო წამებზე ალბათ გაიტანებენ გოლს იმედია. ამიტომ რომ ამდენი მაყურებელი აქვს და ჩემი აზრით უნდა გაიტანონ გოლი და შეძლონ ეს. უყურებ საქართველოს ჩემპიონატს? კი, კი. აი რა მოწონს რა არ მოწონს? მომწონს მე აქ ყველაფერი ბიჭები აქ მაგალითად ტორპედოზე ვიტყვი რომ ძალიან კარგად უდგებიან საქმეს, წინა მატჩიდაც მოიგეს და ჩემზე შეიძლება და გაიტანებენ გოლს და მოიგებენ. უნდა იარონ თამაშებზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ქალაქის გუნდისთვის ეს ყველაფერი და უნდა უგულშემატკივრონ და უყურონ ქალაქის თავისი ქალაქის თამაშს, ქუთაისის ტორპედოს თამაშს მაგალითად. თამაში ძალიან დაძაბული იყო, როგორც ყოველთვის, როგორც შეეფერება ქართულ კლასიკოს. მეც მოველოდით ქუთაისური გუნდიდან და იმედია რომ ცოტა გამოცოცხლდებიან და იმედი მაქვს რომ ტორპედო წელს ჩემპიონი გახდება რა. ტორპედოში ანუ გამოცოცხლებაა ცოტა შესაგრძნობი, მაგრამ შეცვლილი დასამატებელია რა შეტევაშიც ძირითადად. ანუ პლეიმეიკერი ეგრეთ წოდებული მხოლოდ არაბიძე ყავს და დასამატებელია რა. კოხრეიძე იმედი მაქვს რომ კოხრეიძეც ათამაშდება რა. და შემატევს ცოტა ძალას. სიმართლე რო გითხრა, სულ დავდივარ ტორპედოს თამაშზე 6 წლის ვიყავი, რომ დავდიოდი და 2 წლის უკან პირველად წამოვიყვანე ჩემი ბიჭი აქ და რომ შეიგრძნოს ეს სულისკვეთება, რასაც ქვია, ფეხბურთელი არის და გულშემატკივრობიდან იწყება პატარაობიდან და შემდეგ ხდება სიყვარული ფეხბურთის და შემდეგ შევიყვანე ფეხბურთში რა, ჯერ გულშემატკივრობა დაიწყო და გაიცნო სიტუაცია და მე შევიყვანე ფეხბურთში და გულშემატკივრებს ვეტყოდი რომ რა ვიცი დაიწყო სიარული იმედი მიცენ, იმედია რომ ათამაშდებიან და თავარია გულშემატკივრობა და გჯეროდეს ჩვენი გუნდის და იმედიც მიეცემათ ბიჭებს და რაღაც იქნება რა. სულ კიცხავ ადამიანს ეს უარყოფითად მოქმედებს, მაინც გუნდზე და ცოტა გულშემატკივრობა იმას ნიშნავს, რომ დაუდგეთ გაჭირვებაშიც და გაჭირვებაში რომ დაუდგები გუნდს დადებითად იმოქმედებს გუნდზე და უფრო კარგი იქნება ჩვენი გუნდისთვის რა. სამწუხაროდ ამ კლასიკოში გოლი ვერ ვიხილეთ, თუმცა საკმაოდ დაძაბული იყო შეხვედრა და რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამ რუბრიკისთვის არის ის, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი იყო სტადიონზე. იშვიათია
საქართველოს ჩემპიონატზე, ტრიბუნებზე ამდენი გულშემატკივრის ხილვა. ვისურვებდი, რომ ყველა ქართულ კლუბს ჰქონდეს მსგავსი გულშემატკივრობა ტრიბუნებიდან და იმედია, რომ ასე გაგრძელდება ქუთაისშიც და სხვა თამაშებზე საქართველოს ჩემპიონატში. მაქსიმალურად შევეცადე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამეწერა, თუმცა ჩემი მხრიდანაც იყო ტექნიკური პრობლემა, ასევე ძალიან ბევრ გულშემატკივარს არ სურდა უბრალოდ აზრის დაფიქსირება და თამაშზე იყვნენ გადართულები, რაც ბუნებრივია. მოკლედ ასეთი გამოვიდა ქუთაისი და ქართული კლასიკო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოვიწერეთ არხი და შევხვდებით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შემდგომ მატჩებზე.